ხმაურის ფონზე დამტკიცებული მასშტაბური პროექტი თბილისის საკრებულო მხმათა უმრავლესობით ლაგუნავერის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ ახალ პროექტს მხარი დაუჭირა. გეგმა 1978 წელს გახსნილი პირველი საწყლოსნო სპორტული კომპლექსის, საცურაო კომპლექსის და აბრეშუმის ფაბრიკის რესტავრაციას, მიმდებარე ნაკვეთებზე კი მრავალფუნქციური კომპლექსის, მათ შორის ორი ცათამბჯენის აშენებას გულისხმობს. ცნობილი კომპლექსი 10 წელია აღარ ფუნქციონირებს. კერძო კომპანია კი, რომელმაც ტერიტორია ცოტა ხნის წინ შეისყიდა, ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე ხდება. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ლაგუნავერის განაშენიანების გეგმა ქალაქის ისტორიულ იერსახეს დაამახინჯებს. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. როდიდან დაიწყება ლაგუნავერის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სამშენებლო პროექტის განხორციელება, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება თბილისის მერიამ უნდა მიიღოს. მერიას თბილისის საკრებულოს თანხმობა უკვე აქვს. დედაქალაქის საკრებულომ ლაგუნავერის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა დღეს დაამტკიცა. სამშენებლო პროექტზე მსჯელობას მშვიდად არ ჩაუვლია. ისმოდა ურთიერთბრალდებები და იყო სიტყვიერი დაპირისპირება. ეგეთი დესტრუქციულები ნუ ხართ საუბარი მაცადე. მოჭო გიჟლიკო მეთქვა დაგვიჩა მარტო. დაგვილი უწელი ხარ ასო აპარატო. აბა მაცადე აპარატი კაცო. არასდროს არ ჩაქცევარ სიტყვაში, რატო არ მაცილო აპარატს ვერ ხვდო. რა დღეში ხარ, სახეს ნუ დაკარგავს. ერთი წუთი. რა უსაფრთხოებაზე ლაპარაკობ რა, გესმოდეს მაინც. საკრებულოს სხდომაზე კამაც ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკა უძღოდა. ისინი ლაგუნავერის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და მიაჩნიათ, რომ ის საფრთხის შემცველია, რადგან ტერიტორიის სიახლოვეს ვერესხეობაა და ლანდშაფტის სამშენებლო პროექტის განხორციელების საშუალებას არ იძლევა. მეორე მიზეზად კი მმართველი გუნდის ოპონენტები გმირთა მოედანზე არსებულ საცობებს ასახელებენ და მიაჩნიათ, რომ იქ დამატებითი საცხოვრებელი არეალის გაჩენა ამ პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს. არც უსაფრთხოების თვალსაზრისით, არც სატრანსპორტო თვალსაზრისით, არც ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით ამ დანაშაულის ჩადენა არ შეიძლება. იმიტომ რომ ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და პრობლემური პროექტი. აქ სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით ეს 2.52 სართულიანი ცათამბჯენი გაანადგურებს ამ სივრცეს და მდინარე ვერე არ შეიძლება არ ვახსენოთ, იმიტომ რომ თამარაშვილიდან დაწყებული მთელ ჩაყოლებაზე ეს სივრცე და ეს ტერიტორია ჭაბუამირეჯიბის გამზირი და შემდგომ უკვე ბოლოს ლაგუნავერესთან ეს ცათამბჯენი ამას ვერ გაუძლებს. მმართველი გუნდის დეპუტატები კი ოპონენტებს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ და განმარტავენ, რომ ლაგუნავერის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სამშენებლო პროექტი თბილისის გენერალურ გეგმასთან თანხვედრაშია და საფრთხის შემცველი არაა. როგორც ცნობილია, პროექტის მიხედვით ლაგუნავერის ძველი ფუნქცია შეუნარჩუნდება, რაც შეეხება აბრეშუმის ფაბრიკას. მისი იერსახის შეცვლაც არ იგეგმება. ამ პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ლაგუნავერის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებაც. ლაგუნას პროექტთან დაკავშირებით ამ ადამიანების ისტერიას რომ ხედავთ, მით უფრო მეტად ვწმუნდები იმაში, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი პროექტია, რაც დედაქალაქში განხორციელდება მომავალში. ამ პროექტის შესრულების დროს ვალდებულებაში დევს, რომ ლაგუნავერი აღდგეს და ეს ისტორიული აუზი ისევ დაუბრუნდეს დედაქალაქის მაცხოვრებლებს, ისევ ისარგებლონ ყველა ასაკის ადამიანებმა და ის იყოს ლამაზი, მოწესრიგებული. აღნიშნული პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის. არის სრულ შესაბამისობაში გენერალურ გეგმასთან და ითვალისწინებს ისტორიული შენობების შენარჩუნებას და განვითარებას, ასევე ლაგუნავერის სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსის რეაბილიტაციას და ასევე იმ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებას, რომელიც არის განაშენების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული. აღნიშნულ არეალში ეს პროექტი მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს დღეს არსებულ სიტუაციას და იქნება ერთ-ერთი სავიზიტო პარადი ჩვენ ქალაქში, სრულად შესაბამისობაში ურბანულ განვითარებას. ლაგუნავერის საცურაო აუზი ბოლო რამდენიმე წელია აღარ ფუნქციონირებს. ის ყველაზე მეტად 2015 წლის 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზიანდა.